ქართველი ხალხი მკაფიო პასუხსელის რა გეგმა აქვს ევროკავშირს. კობახიძემ ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს ღია წერილით მიმართა. საგანგებო ბრიფინგი კობახიძემ დანიის დედაქალაქში განვითარებულ პროცესებს მიუძღვნა. იმ მთავრობის ხელმძღვანელი, რომლის წევრებიც აქციის ძალადობრივი დარბევების გამო არიან დასანქცირებულები, ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს კოპენჰაგენში აქციის დარბევის შეფასებას თხოვს. კობახიძემ ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის შეწყვეტა ისევ ბრიუსელს დააბრალა. კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე დღეს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახებს შეხვდება. ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით შეხვედრა საპატრიარქოში 3 საათზე გაიმართება. ადგილზე 3 მშობელი მივა. ოჯახები, რომლებიც ერთი თვეა წამლის შემოტანის მოთხოვნით კანცელარიასთან ღამეებს ათევენ, პატრიარქისგან მხარდაჭერას ითხოვენ. გასულ კვირას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ თავად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. როდიონ მოროშკინის თქმით, დედაქალაქისა და რეგიონის მიმართულებით უკრაინელებმა სულ მცირე 100 დრონი გაუშვეს. წუხელ ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის სხვადასხვა რეგიონისკენ 320-მდე დრონი მიფრინავდა. ტრამპის შემდეგ დღეს ჩინეთში პუტინის ვიზიტი იწყება. პეკინში გამგზავრებამდე ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა მიმართვა ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ მოსკოვი და პეკინი არავის წინააღმდეგ მეგობრობენ, არამედ მშვიდობის საქმისთვის მუშაობენ.